ყოფილი პრემიერის მეუღლე თაკო სალაყაია დავით ახალაიას, გერონტი ალანიას, იოსებ თოფურიძის და ოლეგ მელნიკოვის საქმეზე დაიკითხა. ყოფილ მაღალჩინოსნებს პოლიციელთა ცემას და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას ედავებიან. 2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლო მათ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეუფარდა. მელნიკოვი უკრაინაში დააკავეს და მას 40 დღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული, დანარჩენებს კი ინტერპოლი ეძებს. ყოფილი პრემიერის მეუღლე დაკითხვაზე წინასწარ დათქმულ დროს დაუგვიანებლად მივიდა. პროკურატურაში გამოცხადებისთანავე თაკო სალაყაია მედიის გარემოცვაში მოექცა. მიუხედავად ამისა, კითხვებზე პასუხი მოკლე და კონკრეტული იყო. რომელ დაახლოებით და რა საკითხთან დაკავშირებით იბარებით ეს ფილმიდან სახება თუ გაქვთ ინფორმაცია რა საკითხთან დაკითხვა 1 საათს ოდნავ გადაცდა. პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა და მისი დაცვის ქვეშ მყოფმაც კონკრეტულ კითხვებზე პასუხს თავი აარიდეს. ერთადერთი რისი გარკვევაც მოხერხდა, მხოლოდ ის იყო, რომ თაკო სალაყაია მოწმის სტატუსით დაიკითხა. დეტალებზე საუბარი კი დღეისთვის გადაიდო. ქონდათ რაღაც კითხვები და გაეცა კითხვებს პასუხი. ინფორმაციის თაცმიდა კტანისის რაიონული სამმართველოს მოწმის სახით იყო და გასცა კითხვები. ვერ გეტყვით ჯერ ვერაფერს, ხვალ გეტყვით ყველაფერს. სანამ თაკო სალაყაია ადვოკატთან ერთად გამოძიების შეკითხვებს პასუხობდა, პროკურატურამ განცხადება გაავრცელა. საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის მეუღლე მოწმის სახით დათა ახალაიას, გერონტი ალანიას, იოსებ თოფურიძის და ოლეგ მელნიკოვის მიმართ წარდგენილი ბრალდების საქმეზე დაკითხეს. გამოძიების მტკიცებით, ამ ფაქტის ისტორია 2005 წელს რესტორან ძველსახლში დაიწყო. მასში რამდენიმე მაღალჩინოსანი ეგრეთ წოდებული მოდულის შენობაში დაიბარეს და თაკო სალაყაიასთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო სასტიკად სცემეს. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ შეცდნენ. ეს უკვე მეორე საქმეა, რომელშიც სალაყაია ფიგურირებს. პირველი გირგვლიანი იყო.